ბირთვი წარმოადგენს უჯრედის ორგანელას, რომელიც შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას, ქრომოსომებს. ინტერფაზულ მდგომარეობაში, როდესაც უჯრედი ფუნქციონირებს, ქრომოსომები არის დენატურირებული და არის ქრომატინის სახით წარმოდგენილი. ეს არის ძაფის ტიპის აბლაბუდისებრი ჯაჭვები, დნმ-ის ჯაჭვები, რომელიც მოთავსებულია ნუკლეოპლაზმაში, თხევად გარემოში. ასევე ბირთვი არის გარშემოსაზღვრული ორმაგი მემბრანით და მემბრანაში არის მოთავსებული დიდი ზომის ფორები, რომელიც ცილის მოლეკულები აი ასე წარმოქმნიან დიდ ხრელს, საიდანაც უნდა გამოვიდეს დიდი ზომის მოლეკულა, როგორიც არის ინფორმაციული RNA ან რიბოსომული RNA, დიდი პოლიმერული მოლეკულები უნდა გადაადგილდნენ ამ ფორების გავლით, რადგან მემბრანაში ისინი ვერ გადაადგილდებიან. ტრანსმისიული ელექტრონული მიკროსკოპის გამოსახულებაში ბირთვი ჩანს აი ასე ჭრელი სახით, აქ არის ქრომატინი წარმოდგენილი, ხოლო ეს შავი ფერის სფეროსებრული წარმონაქმნი არის ბირთვაკი, ანუ ის უბანი ქრომოსომის, რომელიც წარმოქმნის რიბოსომულ RNA-ს. რიბოსომების წარმოქმნა ხდება ბირთვის შიგნით და ისინიც რიბოსომული RNA გამოდის მერე რიბოსომას ნაწილაკებიც გამოდის ფორების გავლით, ბირთვის ფორების გავლით. ასეთივე ორი მემბრანით შემოსაზღვრული ორგანელა არის მიტოქონდრია, რომელიც გვხვდება როგორც მცენარეულ უჯრედში, ისე ცხოველურ უჯრედში. ეს არის უჯრედის ენერგიის წყარო, გენერატორი, სადაც ხდება ენერგიით მდიდარი ქიმიური ბმის შემცველი ATF-ის სინთეზი. ანუ აქ წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც შემდეგ უჯრედში განსაზღვრავს ნებისმიერი ქიმიური რეაქციისთვის ენერგიით მომარაგებას, ენერგიით მდიდარი ბმების არსებობით. მიტოქონდრია გარე მემბრანა არის გლუვი, ხოლო შიდა მემბრანა არის ნაოჭებიანი, ესეთი ჩაზნექილია და აი ამ ნაოჭს ქვია კრისტა. ხოლო თხევადი შიგთავსი მიტოქონდრიის არის მატრიქსი. აი აქ ხედავთ მიტოქონდრიების გამოსახულებას ტრანსმისიულ ელექტრონული მიკროსკოპით, როდესაც ვუყურებთ აი ეს სფერული ფორმის წარმონაქმნები, მას აქვს ორი მემბრანა და შიგნით ეს მილისებური წარმონაქმნები არის კრისტები. ასეთივე ორმაგ მემბრანიანი მესამე ორგანელა ეს არის პლასტიდები, რომელიც მხოლოდ მცენარეული უჯრედისთვის არის დამახასიათებელი და არსებობს რამოდენიმე ტიპის პლასტიდა. ეს გახლავთ ლეიკოპლასტები, ქლოროპლასტი, ქრომოპლასტი, ამილოპლასტი. რაც შეეხება პროპლასტიდას, ეს არის მხოლოდ მარტივი აგებულების პლასტიდა, საწყისი ფორმა, რომელსაც ჯერ არ აქვს განსაზღვრული ფუნქცია, თუ როგორი ფუნქციის მატარებელი უნდა გახდეს იგი. თუ პლასტიდაში ჩამოყალიბდება ეგრეთ წოდებული გრანები და მასში ქლოროფილი იქნება მოთავსებული, მაშინ ეს იქნება ქლოროპლასტი, რომლის ფუნქცია არის ფოტოსინთეზის წარმოება. თუ პლასტიდაში იქნება მოთავსებული სხვა ტიპის პიგმენტები, არა ქლოროფილი, არამედ სხვა, კაროტინოიდები და სხვები, მაშინ ეს იქნება ქრომოპლასტი, რომელიც განსაზღვრავს ფერს, ხოლო ლეიკოპლასტი ეს არის უფერო პლასტიდა, რომლის ფუნქცია არის ხოლმე სამარაგო ნივთიერებების შემცველობა და თუ ეს სამარაგო ნივთიერებები დიდი რაოდენობით არის კრახმალის სახამებლის სახით წარმოდგენილი, მაშინ მას ეწოდება ამილოპლასტი. აი ასე გამოიყურება ტრანსმისიულ ელექტრონულ მიკროსკოპზე ქლოროპლასტი, რომელსაც აქვს
შიგნით მემბრანული სტრუქტურები, ტილაკოიდები, მილისებური და როდესაც ტილაკოიდები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, შეწებებული და მათ შორის არის მოთავსებული ქლოროფილის მარცვლები, ნივთიერება, აი ამ ნაწილს ეწოდება გრანა, ეს არის მემბრანები დალაგებული ერთმანეთზე, როგორც მონეტები. აქ არის წარმოდგენილი სამგანზომილებიანი სტრუქტურა, როგორ გამოიყურება გრანა. ქლოროპლასტის და საერთოდ პლასტიდას თხევადი შიგ-თავს ეწოდება სტრომა. ეს გახლავთ ელექტრონულ მიკროსკოპზე გამოსახული სურათი, სადაც ქლოროპლასტები აქ არის მოთავსებული პერიფერიულ ნაწილში. ეს არის ვაკუოლი, ხოლო ეს ბირთვი. აქ კი წარმოდგენილია წყალმცენარეების ქლოროპლასტი, რომელიც რამდენადმე განსხვავებული სტრუქტურის მატარებელია. აქ არ არის გრანები, აქ ტილაკოიდებზე პირდაპირ არის მოთავსებული ქლოროფილის მარცვლები. აი ეს არის განსხვავებული ტიპის პლასტიდები, ლეიკოპლასტი, რომელშიც არ არის გრანები და ქლოროფილი. ეს არის ამილოპლასტები, სადაც არის დიდი რაოდენობით სახამებლის მარცვლები, სამარაგოდ მოთავსებული და ქრომოპლასტი, რომელიც შეიცავს პიგმენტებს. რიბოსომა გახლავთ ის ერთადერთი ორგანელა, რომელიც წარმოქმნილია მხოლოდ რიბოსომული რნმ-ის და ცილის მოლეკულებისგან და მას არ გააჩნია მემბრანა. ანუ თუ დაისმება კითხვა, რომელი ორგანელაა, რომლის შემადგენლობაშიც არ არის მემბრანა, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ორგანელა არის რიბოსომა. რიბოსომა შედგება ორი სუბერთეულისგან, მცირე და დიდი სუბერთეული. მათი შერწყმის შედეგად წარმოიქმნება რიბოსომა, უკვე ორი სუბერთეულის შერწყმის შედეგად, მისი ფუნქცია არის ცილის სინთეზი. ასევე ორგანელას წარმოადგენს ენდოპლაზმური ბადე ან რეტიკულუმი, ეს ლათინური სახელია, რომელიც არის ორი ტიპის. გრანულარული ენდოპლაზმური ბადე, ეს არის მემბრანისგან ჩამოყალიბებული ტომარის ტიპის საცავები, რომლის ზედაპირზე არიან განთავსებული რიბოსომები. აქ ხდება ცილის სინთეზი და სინთეზირებული ცილა შემდეგ მოთავსდება ენდოპლაზმური ბადის ცისტერნის შიგ-თავში. არსებობს ასევე გლუვი ენდოპლაზმური ბადე, რომლის ზედაპირზეც რიბოსომა არ არის და მის შიგ-თავში ხდება სხვა ტიპის ქიმიური რეაქციები, კერძოდ აქ წარმოიქმნება ცხიმოვანი ნივთიერებები, ასევე ხდება კომბინირება ცხიმოვანი ნივთიერებების და ცილების. გოლჯის აპარატი ასევე არის მემბრანული სტრუქტურა, რომელიც შედგება ძირითადად ორი ელემენტისგან, ეს არის დიქტიოსომა, სადაც სფერული ფორმის ტომარისებული ცისტერნები არიან ერთმანეთის პარალელურად მოთავსებული, ხოლო მათგან გამოიყოფა გოლჯის ბუშტები, ან ბუშტუკები, რომლებიც შეიცავენ მის შიგ-თავში წარმოქმნილ ნივთიერებებს და ხდება ბუშტუკების საშუალებით სინთეზირებული ნივთიერებების გადაადგილება უჯრედის შიგ-თავში. მნიშვნელოვანია აგრეთვე მცენარეული უჯრედისთვის ორგანელა, რომელსაც ეწოდება ვაკუოლი, ეს არის ერთი მემბრანით გარშემოსაზღვრული სივრცე, რომლის შიგნით არის სითხე, ანუ წყალი, წყალში არის გახსნილი სხვადასხვა ტიპის მარილები, ნივთიერებები და კონცენტრაციის მიხედვით ვაკუოლს აქვს უნარი შეიწოვოს წყალი გარედან ან პირიქით გამოიტანოს უჯრედიდან წყალი. წყლის შესვლა ან გამოსვლა, ან წყლის რაოდენობა და ნივთიერებათა კონცენტრაცია ვაკუოლში განსაზღვრავს ოსმოსურ წნევას და ეს განაპირობებს წყლის შეწოვას ორგანიზმის და უჯრედის შემთხვევაში.
ვაკუოლში ასევე არის მოთავსებული სხვადასხვა ნივთიერებების კრისტალები იმ შემთხვევაში თუ ხდება კონცენტრაციის შემცირება, მაშინ წყალში გახსნილი მარილები გარდაიქმნებიან კრისტალებად და კონცენტრაცია ამით მცირდება. ეს კრისტალები ხშირად ბევრ განსხვავებულ ფორმას იღებენ. მას ეწოდება დრუზები, ლითოცისტი, ცისტოლითი, რაფიდები და სხვადასხვა ტიპის კრისტალები გვხვდება. აქ ხედავთ ეს როგორი კრისტალი არის, ლითოცისტი ვაკუოლებში სხვადასხვა ტიპის უჯრედებში. სამარაგო ნივთიერებებიდან აღსანიშნავია ასევე ცხიმოვანი ჩანართები, ეს არის ლიპიდის წვეთები მაგალითად, რომელიც არის მოთავსებული ციტოპლაზმაში. არსებობენ უჯრედები, იდეობლასტები, რომელიც მთლიანად მისი შემადგენლობა არის დაკავებული სამარაგო ნივთიერებებით. მნიშვნელოვანია უჯრედის ჩონჩხის არსებობა. უჯრედის ჩონჩხი ეს არის უჯრედის შიგნით მოთავსებული მიკროფილამენტები და მიკროფიბრილები, რომლებიც განაპირობებენ უჯრედში ორგანელების სივრცობრივ განლაგებას და აძლევენ გარკვეულ ფორმას უჯრედს და ასევე უჯრედის შიგნით ყველა ორგანელა არის დამაგრებული გარკვეულ ადგილზე, რადგან არ მოხდეს მათი ქაოსისებური განლაგება და ქაოსის წარმოქმნა შიგნით. უჯრედის ჩონჩხი არის წარმოდგენილი სამი ტიპის სტრუქტურისგან. ეს გახლავთ ყველაზე სქელი მიკრომილაკი, ეს არის შემდეგ შუალედური ფილამენტი და ბოლოს აქტინის ფილამენტი. აი აქ არის წარმოდგენილი მათი აგებულება, თუ როგორ არის აგებული ეს თითოეული ელემენტი, ანუ მიკრომილაკი შედგება ცილისგან, რომელსაც ეწოდება ტუბულინი, არის ალფა და ბეტა ტუბულინი, რომელიც წარმოქმნის დიმერს. ასევე არის შუალედური ფილამენტი და აქტინის ფილამენტი, რომელიც შედგება სწორედ აი ამ ცილის აქტინის მონომერებისგან. გარდა იმისი, რომ მიკრომილაკები არის განლაგებული უჯრედის შიგნით, სადაც მას უკავია ორგანელა სივრცობრივად, ისინი არიან განსაზღვრელი ისეთი ორგანელების წარმოქმნის, რაც ერთუჯრედიანებში ან ერთი უჯრედის დამოუკიდებლად არსებობის შემთხვევაში განაპირობებენ მათ მოძრაობას. ეს არის შოლტი და წამწამი, ეს არის წარმონაქმნი, რომელიც ამოძრავებს უჯრედს. აი ამ შემთხვევაში თქვენ ხედავთ მიკრომილაკს და დასამაგრებელ წარმონაქმს, რომელიც ამაგრებს ორგანელას აი ამ მიკრომილაკზე და გარდა იმისი, რომ ეს ორგანელა იქნება სივრცობრივად დაფიქსირებული უჯრედის შიგნით, მიკრომილაკს შეუძლია გადააადგილოს კიდევ ორგანელა უჯრედის შიგნით. ანუ ორგანელების გადაადგილებას განსაზღვრავს მიკრომილაკების არსებობა. ასეთივეა მაგალითად შოლტის აგებულება, რომელიც შედგება ამ მიკრომილაკებისგან. შოლტი ან წამწამები. აი ასეთი შოლტი აქვს არა მარტო ერთუჯრედიანებს, არამედ მრავალუჯრედიან ორგანიზმებში, მაგალითად სპერმატოზოიდს, რადგან ის მის მოძრაობას განსაზღვრავს. ესეც არის აქტინის და მიოზინის. ასევე მნიშვნელოვანია მცენარეული უჯრედისთვის უჯრედის გარსის არსებობა. უჯრედის გარსი ეს არის ის ნაწილი, რომელიც გარს ერტყმის უჯრედის შემომსაზღვრელ მემბრანას, პლაზმომალემას და იგი შედგება ცელულოზის მიკროფიბრილებისგან. აი აქ ხედავთ მემბრანას, ანუ პლაზმალემას, თავისი თხევად მოზაიკური მოდელით და მემბრანის ზემოთ
აი ეს წარმონაქმნები არის ცელულოზის მიკროფიბრილები, რომელიც განაპირობებენ მკვრივი გარსის წარმოქმნას, რაც არის ფაქტიურად ძირითადი კომპონენტი მერქნის წარმოქმნის დროს. ანუ მერქნიან მცენარეებს აქვთ განსაკუთრებით სქელი, მკვრივი გარსი, რომელიც მათ ანიჭებს სიმკვრივეს. აი აქ ხედავთ რა სისქის არის გარსი, აი აქ არის ეს პლაზმალება და უჯრედის ორგანელები აქეთ და გასქელებული, ეგრეთ წოდებული მეორადი გარსი, რომელიც შედგება ცელულოზის მიკროფიბრილებისგან. მეორად გარსში არის მოთავსებული ფორები, რომლითაც უჯრედები უკავშირდებიან ერთმანეთს, რადგანაც გარსი თითქმის გაუმტარი ხდება ნივთიერებებისთვის, განსაკუთრებით მერქანში, როდესაც ცელულოზის მიკროფიბრილები კიდევ გაშღენთილია ხოლმე ლიგნინით, ან ზოგიერთ შემთხვევაში სუბერინით, რომელიც წყალგაუმტარ ნივთიერებას წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში ციტოპლაზმებს შორის კავშირი ხდება მხოლოდ ფორების საშუალებით, რომლიდანაც შეიძლება ერთი უჯრედის ციტოპლაზმის ნაწილი იყოს მიერთებული მეორე უჯრედის ციტოპლაზმის ნაწილს და გაყოფილი მხოლოდ მემბრანით, ამას ქვია პლაზმოდესმები.